საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2025-ის მასპინძლობისთვის ემზადება. ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალი ჩვენს ქვეყანაში მეორედ ტარდება. კონკურსის ისტორიაში საქართველოს ყველაზე მეტი 4 გამარჯვება აქვს. ფინალური შოუ თბილისში 13 დეკემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს, სტარინგ ჯორჯიასა და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით გაიმართება. საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე რარინას გამარჯვებული ანიტა აბგარიანი წარადგენს. შოუზე დასასწრები ბილეთები TicketJet-ზე ორშაბათიდან გაიყიდება. ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო მუსიკალური კონკურსი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. ანდრია ფუტკარაძემ სიმღერით თუ მაი მომ მადრიდში ფურორი მოახდინა და ჩვენს ქვეყანას გამარჯვებასთან ერთად საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარების შესაძლებლობა მისცა. მზადება მასშტაბური შოუსთვის მალევე დაიწყო იმისთვის, რომ 13 დეკემბერს ოლიმპიურ სოფელში შეკრებილმა ათასობით მაყურებელმა და ტელეეკრანებთან შეკრებილმა მილიონობით ტელემაყურებელმა დაუვიწყარი შოუ ნახოს. ყველაფერი დაიწყო 2024 წლის 16 ნოემბერს, როდესაც ანდრია ფუტკარაძემ გაიმარჯვა და საბავშვო ევროვიზია ჩამოიტანა ჩვენს ქვეყანაში. მას შემდეგ ყოველდღიურად მიმდინარეობს მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად ევროვიზიის პარამეტრები იცვლება, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სატელევიზიო შოუ, ეს არის მსოფლიოში, ევროპაში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი. ამიტომ სპორტის სასახლეში, სადაც იყო დაგეგმილი ეს ღონისძიება, ჩვენ გადმოვინაცვლეთ ოლიმპიურ სოფელში, სადაც მასშტაბი კიდევ უფრო დიდია. იმისთვის, რომ ევროვიზია გახდეს დაუვიწყარი საქართველოსთვის, ევროპის 18 ქვეყნისთვის და ყველა იმ აუწყებლისთვის, რომელიც რეალურად 100 ტელევიზიას და რადიოს აერთიანებს. ამიტომ ძალიან გვიხარია, უკვე შედეგებს ნელ-ნელა ვხედავთ და პირველ რიგში ქართველი მაყურებელი, ყველა ადამიანი, 6000-მდე ადამიანი, რომელიც დაესწრება 12 და 13 დეკემბერს შოუს და რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო იქნება მიჯაჭვული პატარა საქართველოზე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ გაანათებს როგორც ყოველთვის ძალიან სიამაყით და სიკაშკაშით, როგორც წლევანდელი ჩვენი სიმღერაა. საბავშვო ევროვიზია 2025-ის ფინალის მასპინძელი ტანვარჯიშის არენა, ეგრეთ წოდებული ოლიმპიური სოფელი იქნება, სადაც კონკურსში მონაწილე 18 ქვეყნის წარმომადგენელი 8 დეკემბრიდან უკვე რეპეტიციებს გაივლის. დარბაზი 3000 მაყურებელს იტევს და დაგეგმილია 2 იდენტური შოუ. 12 დეკემბერს გენერალური რეპეტიცია, რაც მთავარი შოუს ანალოგია და 13 დეკემბერს კონკურსის ფინალი, რომლის წამყვანები ლიზა ციკლაური და დათუნა ალადაშვილი იქნებიან. ძალიან კმაყოფილები ვართ დარბაზით, რომელიც საბავშვო ევროვიზიას უმასპინძლებს. ეს სივრცე ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა. გამორჩეული და განსხვავებული შოუ დავდგათ. მასშტაბური კონსტრუქციები კეთდება სცენაზე. აქამდე ჩატარებულ საბავშვო ევროვიზიებს შორის წლევანდელს ყველაზე დიდი ვიდეო სეტი ექნება, რასაც განსაკუთრებული სიზუსტე სჭირდება. საკმაოდ ცოტა დრო რჩება და ყველა დღე გაწერილია. ველოდები დელეგაციებს და ვფიქრობ, ძალიან კარგი დღეები გველოდება. მინდა მთელ გუნდს დიდი მადლობა გადავუხატო. სცენის აშენებაზე და ზოგადად ამ პროექტის ორგანიზებაზე მუშაობს უდიდესი ჯგუფი, მუშაობენ როგორც ჩვენი ქართველი კოლეგები, ასევე მუშაობენ უცხოელი პარტნიორები და მაქსიმალური მზადყოფნა იმისთვის, რომ დროულად დამთავრდეს ყველაფერი. ასევე მინდა ვთქვა, რომ დელეგაციების ჩამოსვლისთვის ჩვენ უკვე მზად ვართ. მიღებულია ყველანაირი უსაფრთხოების ზომები. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ევროვიზია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ველოდებით ჩვენ ყველა სტუმარს. საბავშვო ევროვიზია 2025 საქართველოს კულტურის სამინისტროს, სტარინგ ჯორჯიას და საქართველოს პირველი არხის ორგანიზებით ტარდება. პროექტის მომზადებაში ჩართულია სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები. შოუზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 1 დეკემბრიდან TicketJet-ზე დაიწყება. ვინც კი არიან ჩამოსულები ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე აკეთებენ როგორც საბავშვო, ასე დიდებს ევროვიზიას, ამბობენ, რომ ასეთი გრანდიოზული სცენა ჯერ საბავშვო ევროვიზიის ისტორიაში არც ერთ ქვეყანას არ ქონია. ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმის ამბიცია, რომ გავაკეთებთ ყველაზე კარგ შოუს, ყველა სტრუქტურა ჩართულია, კერძო კომპანიები ჩართული არიან, რომ აი ამ დიდ შოუს კარგად უმასპინძლოთ. აუცილებლად უნდა გამოვყოთ მართლა სტარინგ ჯორჯია, რომელიც არის პროფესიონალებით, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელთაც არაერთი გრანდიოზული შოუ და გავუკეთებთ როგორც საქართველოში, ასე საქართველოს ფარგლებს გარეთ. როგორც კი გაიგო საქართველოს ევროვიზიაზე გამარჯვების შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად საქართველოს
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი აუცილებლად საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც 18 ქვეყნის დელეგაცია იღებს მონაწილეობას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაიცემა ეს პროექტი პირდაპირ ეთერის მეშვეობით. თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, ბუნებრივია ჩართულია ყველა უწყება. ეს პროექტი გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და იმას, რომ საქართველოს პოპულარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაჟღერდეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ პატარების ხელშეწყობა, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ პროექტის ფარგლებში და ჩვენ ძალიან გვჯერა, რომ წელს ანიტა არაჩვეულებრივი გოგო კიდევ ერთ წარმატებას მოუტანს საქართველოს. კონკურსზე საქართველოს რანინას წლევანდელი გამარჯვებული ანიტა აბგარიანის სიმღერით Shine Like a Star წარადგენს, რომელიც კომპოზიტორ გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის. ყოველდღე რეპეტიციები მაქვს, გადატვირთული გრაფიკი გვაქვს ყველას, არა მარტო მე, არამედ ჩემს პედაგოგებს, მინდა მადლობა გადავუხადო და მინდა ღირსეულო წარადგინო საქართველოს, როგორც ანდრიამ წარადგინა საქართველოს ევროვიზიას შარშან. ეხლა, როდესაც უკვე დარბაზში ვარ, ვუყურებ, როგორ ასრულებენ სცენის აშენებას, როგორი ემზადების პროცესი, უფრო და უფრო ამაყივე, რომ ჩვენ ეს შარშან შევძელით, უფრო და უფრო მახსენდება ესპანეთში გატარებული დრო და მინდა რომ ანიტასაც ესეთივე წარმატება უსურვო. საბავშვო ევროვიზიის წლევანდელი მონაწილეები დელეგაციებთან ერთად საქართველოში 6 დეკემბერს ჩამოვლენ. კონკურსის საზეიმო გახსნა 8 დეკემბერს გაიმართება. 13 დეკემბერს კი კონკურსის ფინალური შოუს ტრანსლაციას ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.